ესე იგი, თითოეული ჯგუფი წარმოადგენს მსოფლიოს ერთ სფეროს: პოლიტიკა, გარემო, კულტურა და ეკონომიკა. და არ გვავიწყდება შეკითხვა, რა აკავშირებს თითოეულ ამ სფეროს ერთმანეთთან. დღეს თქვენ წარმოადგენთ პატარა მსოფლიო ფორუმს. თითოეული ჯგუფი მუშაობს საკითხზე კონკრეტული პოზიციიდან გამომდინარე და უნდა გადაწყვიტოთ, როგორ მოახდენს გავლენას საზოგადოებაზე ესა თუ ის ამბავ. დღევანდელი თემაა ახალი კანონის მიღება ეკოლოგიური პასუხისმგებლობის შესახებ. თქვენი ჯგუფი მუშაობს ამ საკითხის განხილვაზე პოლიტიკური პერსპექტივიდან. ეს პოლიტიკაა, მაგრამ რა თქმა უნდა გვეხება ჩვენც. თუ კანონი სუფთა გარემოზეა, ეს ჩვენი ყოველდღიურობაცაა. როცა წარმოება იცვლის წესებს, ეკონომიკაც იცვლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ დავკარგოთ სამართლიანობა. არაჩვეულებრივი მიგრება. ამ საკითხის განხილვა ადამიანის უფლებების ჭრილში. ბუნებრივია, თუ გარემო ზიანდება, ადამიანები კარგავენ ჯანმრთელობასაც. ზოგჯერ გარემოს დაცვა ნიშნავს ძველი ჩვევების შეცვლასაც და ხშირად ეს კულტურული გამოწვევაა. ხედავთ, როგორ უცებ დაუკავშირეთ ყველაფერი ერთმანეთს. პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, გარემო, ყველა ეს სფერო იკვეთება ადამიანის ღირსებისა და პასუხისმგებლობის გარშემო. ახლა შეეცადეთ დეტალურად გაშალოთ თქვენი არგუმენტები ამ კავშირების წარმოსაჩენად.